My fellow Americans, this is Liberation Day. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ საქონელზე 10%-იანი, ხოლო ათეულობით ქვეყნისთვის, რომლებსაც შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა აქვთ, კიდევ უფრო მაღალი ტარიფები დააწესა. ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე კი 20%-იანი ტარიფი ამოქმედდა. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად დონალდ ტრამპმა 10%-იანი ტარიფები დაუწესა საქართველოსაც. თეთრი სახლი 2 აპრილის გადაწყვეტილებას უწოდებს საპასუხო ტარიფებს და მიუთითებს, რომ 10% არის ტარიფი, რაც საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დაწესებული. რეგიონში 10%-იანი ტარიფი საქართველოს გარდა დაუწესდა თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და უკრაინასაც. ევროკავშირის ქვეყნები რთული და მკაცრი მოვაჭრეები არიან. მართალია ისინი ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ გვაკოტრებენ. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. 39%-ს ვიხდით. ჩვენ 20%-იან ტარიფებს ვაწესებთ. ეს კი თითქმის ნახევარია. ტრამპი ამერიკელებს დაჰპირდა, რომ წარმოებაც დაიწყება და სამუშაო ადგილებიც შეიქმნება შეერთებულ შტატებში, თუმცა მისი პოლიტიკა ეკონომიკური სტაგნაციის რისკს ქმნის. 10 წლეულების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას ძარცვავდნენ, შეურაცხყოფდნენ და სათავისოდ იყენებდნენ როგორც ახლო, ისე შორეული ერები, როგორც მეგობრები, ისე მტრები. ფოლადის ამერიკელი მწარმოებლები, ავტოინდუსტრიაში მომუშავე პირები, ფერმერები და გამოცდილი ხელოსნები დღეს აქ ჩვენთან არიან. ისინი რთულ მდგომარეობაში იყვნენ, ტანჯვით უყურებდნენ, როგორ პარავდნენ მათ უცხოელი ლიდერები ჩვენს სამუშაო ადგილებს. უცხოელმა თაღლითებმა აოხრეს ჩვენი ქარხნები, სხვავებმა ნაწილებად აქციეს ეს ერთ დროს ლამაზი ამერიკული ოცნება. ტრამპის განცხადება საფრთხეს უქმნის გლობალური ეკონომიკის არქიტექტურას და შესაძლოა უფრო ფართო სავაჭრო ომი გამოიწვიოს. ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების დაწესებას დიდი ხნის სავაჭრო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან უკვე მოჰყვა რეაგირება.